მოგესალმებით ყველას, მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ გამოცხადების შესახებ. რა არის გამოცხადება? რა არის ღმერთისგან მოსული გამოცხადება, ან პირადი გამოცხადება? გამოცხადება როგორც დაფარულის გამომჟღავნება ღმერთისაგან, როგორც ფარდის ახსნა იმ საკითხის, რომელიც ერთ დროს დაფარული იყო, ან სიღრმისეულად დანახება უფრო, რაც ღმერთისგან მოსულია და ღმერთის თვალით ჩანს. გამოცხადება შეიძლება იყოს წინასწარმეტყველური, შეიძლება იყოს დაფარული გულში, ან შეიძლება სიტყვიდან, რომელ სიტყვასაც ღმერთი გვიცხადებს. ღმერთისგან მოსული გამოცხადება სიღრმისეულად დანახვა არის იმ საკითხის, რისი დანახებაც უნდა შენთვის ღმერთს. მაგალითად, უფალი იესო ქრისტე ამბობს, არავინ იცნობს მამას, მხოლოდ და მხოლოდ მათ გაუცხადდებათ მამა, ვისაც უფალი გაუცხადებს. ვისაც უფალი დაანახებს, უფალი ჩაუდებს გულში აი ამ სიღრმისეულ გამოცხადებას. ასევე ჩვენ ვიცით, გამოცხადების წიგნში, როცა იოანეს გამოეცხადა უფალი, დაანახა ყველაფერი ის, რაც ერთ დროს დაფარული იყო და რაც ადამიანებს შემდეგოდა გაცხადებოდათ. და იცით, რომ ეს ძალიან ძვირფასი წიგნი არის ჩვენთვის გამოცხადება. ასევე პირადი გამოცხადების შესახებ. შესაძლებელია კითხვის დროს ისეთი საკითხი დაგანახოს უფალმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის შენი ცხოვრებისთვის. მაგალითად, პირადი გამოცხადება. მე მქონდა, როცა ერთ-ერთ დილას ჩვეულების სამეფოდ ვცდილობდი, მოვიდა უფლისაგან სიტყვა. ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ღმერთის სიტყვიდან საზოგადოებას თუნდაც, თითოეულ ადამიანს თუნდაც აინტერესებს, რაც მნიშვნელოვანია, რაც პრაქტიკულია, რაც ძალიან საინტერესოა, მე საუბრა ამ საკითხებზე და მინდა ეს სიუჟეტები შემოგთავაზოთ, რომ თითოეული მნიშვნელოვანი საკითხი, ძველი აღთქმიდან, ახალი აღთქმიდან, სულიერი საკითხები, რაც თითოეული ჩვენთაგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი სულის ხსნისთვის და ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისთვის შემოგთავაზოთ ვიდეოების სერიაში. ამიტომ იყავით ყურადღებით შემდეგ ვიდეოებში, გაგიზიარებთ ყველა იმ საჭირო, მნიშვნელოვან, პრაქტიკულ საკითხს, რაც უფლისგან ჩამედო გულში. უფალმა დაგლოცოთ იესოს სახელით. ამინ.